ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალაქის მერიას ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. პარტიის წევრი ავთანდილ ბარამიძე აცხადებს, რომ ქალაქში მოწყობილი 10-მდე სპორტული მოედანი უყურადღებოდაა დარჩენილი. ინფრასტრუქტურა კი დაზიანებული, მოშლილია მოაჯირები, დაზიანებულია მოედნის საფარი და კალათბურთის ბადეები. უფუნქციოდ დარჩენილი სპორტული მოედნები კი ქუჩური გარჩევებისთვის გამოიყენება. მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ავთანდილ ბარამიძე პასუხისმგებლობას ქალაქის მერს აკისრებს და მას პრობლემაზე დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს. IP ბათუმის კორპუსში აცხადებენ, რომ დაზიანებული მოედნების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2014 წელს სულ 20 მოედნის შეკეთება მოხერხდა. Ჩემს ზოგს ვკარგავთ ამორტიზირებულ სტადიონს. ეს ერთი მინი სტადიონია და ქალაქ ბათუმში არსებობს უამრავი სტადიონი, ესეთი, რომელიც გადაიქცა ქუჩური გარჩევებისა და უკაცრიელი კუნძულებად, რომელიც ხულიგანური ფაქტების საქმე უმრავლესობას ადგილი. ახლა გამომდინარე, მოუწოდებ ქალაქ ბათუმის მერს, რომ აღადგინოს ეს ამორტიზირებული სტადიონები და მომავალ თაობას მისცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. და არა ის, რომ უნაროდ ესე იჯდეს და მხოლოდ საჯარო სამსახურებიდან დაითხოვოს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეები. 20-ზე მეტი სპორტული მოედნის აღდგენა რეაბილიტაცია მოხერხდა. დაგეგმილია შემდგომ 2015 წლის განმავლობაში საუცილებლად მოხერხდება სტადიონების აღდგენა რეაბილიტაცია, ხოლო რაც შეეხება სამუშაოების მოცულობას, ეს ითვალისწინებს კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც არის ამორტიზირებული, მის დემონტაჟს და ახალი მავთულბადეების მონტაჟს. გამომდინარე იქიდან, რომ მასიური სამუშაო არის ჩასატარებელი საფართან დაკავშირებით, სამწუხაროდ მხოლოდ საფარის შეცვლას ვერ ვახერხებთ, სხვა ყველა სახის ღონისძიებას, მათ შორის განათებებსაც ვამონტაჟებთ.